თუ ეხოსკოპიურად ფარისებრი ჯირკვლის კვანძი დაგიდგინდათ და შეგეშინდათ კიბო ხომ არ მაქვსო, მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ. სტატისტიკურად კვანძების 90-95% კეთილთვისებიანია. როგორ ვარჩევთ ჩვენ ექიმები კვანძი საშიშია თუ არა? ამისთვის ჩვენ ხელმძღვანელობთ სპეციალური ტირად სისტემით, სადაც ვაკვირდებით როგორც ზომას, ასევე კვანძის მდებარეობას, კონტურებს, შეფერილობას, ანუ ექოგენობას, ვასკულარიზაციას, ანუ კვებას, ზრდის დინამიკას და კალციფიკაციას, რის მიხედვითაც ვადგენთ კვანძის კიბოს განვითარების რისკს. ტირაც 1 და ტირაც 2 აბსოლუტურად უვნებელ კეთილპროგნოზულ კვანძს ნიშნავს, ხოლო ტირაც 4 და ტირაც 5 შემთხვევაში შესაძლოა დაგვჭირდეს ფუნქციური ბიოპსია. აქვე გავითვალისწინოთ, რომ სისხლის ჰორმონები TSH და FT4 კვანძის ბუნებას ავთვისებიანია თუ კეთილთვისებიანია ვერ პროგნოზირებენ, ისინი გვეხმარებიან მხოლოდ და მხოლოდ ფუნქციის შეფასებაში, თუ როგორ მუშაობს ფარისებრი ჯირკვალი, ხოლო სტრუქტურული შეფასებისთვის აუცილებელია, როგორც უკვე ვთქვით, ეხოსკოპიური კვლევა. თუ თქვენს ეხოსკოპიაზე კვანძი დაგიწერეს, მომწერეთ კომენტარებში, რა ზომის არის და განვიხილოთ, სჭირდება თუ არა ექიმის კონსულტაცია ან დამატებითი კვლევა.